ირაკში როცა სირია არ არის მაინდა-მაინც დემოკრატიული ქვეყანა, ხო, იქ ხსნის სანქციებს ტრამპი და იმ დროს, როდესაც ტრამპი არის პრეზიდენტი, ამ დროს კონგრესმა უკვე მიიღო, ვთქვათ, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეს ორმაგ სტანდარტზე შეიძლება ვისაუბროთ უკვე თუ შესაძლებელია, რომ ტრამპმა აქაც იგივე გადაწყვეტილება მიიღოს. ტრამპს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, ის არის მას აქვს ამის უფლებამოსილება, ის არის პრეზიდენტი, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული. რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და ჩვენაირი ქვეყნებისთვის უფრო მისაღებია ნებისმიერ შემთხვევაში, რომ დაიძაბოს სიტუაცია საქართველოს, ამერიკას და ასე შემდეგ, რაც არ მგონია ძალიან შევიდეს ეს კონფლიქტში. რატომ? იმიტომ რომ ტრამპმა თავისი მოსვლით მოხსნა ულტრალიბერალური დღის წესრიგის დანერგვის და განვითარების წნეხი საქართველოს. ეს უკვე სერიოზული ამბავია ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ულტრალიბერალური დღის წესრიგი შიგნიდან ხსნის, შლის ატომიზაციას უკეთებს საზოგადოებას და პირდაპირ ვთქვათ სახელმწიფოს ჩამოშლის დროთა განმავლობაში. ეს წნეხი მოიხსნა, უკვე კარგია, რომ ტრამპმა ეს გააკეთა მთელ მსოფლიოსთვის, არა მარტო საქართველოსთვის. აი ევროპაშია ბოლო ციტადები მხოლოდ. და რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას, რა თქმა უნდა, დღეს უკვე მონოპოლარული მსოფლიო აღარ არის, მულტიპოლარულია, ხო, ხედავთ რომ აი სავაჭრო ომიც კი ტრამპმა ჩინეთთან მაგალითად ვერ გადაწონა, ვერ მოიგო და მოუხდა შეთანხმების დადება ჩინეთთან მაგალითად, ხო? და უკრაინის თემაშიც ვერ არის ისე ჰეგემონი, როგორც იყო თუნდაც 10, 15, 20 წლის წინ. შესაბამისად, მულტიპოლარული სამყარო, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება და იქმნება ტანჯვით, წამებით, სისხლით, ცრემლით, ოფლით და წვალებით, ეს გარდაუვალია, ამიტომ საქართველოს პოლიტიკა, რა თქმა უნდა იყოს ბალანსის პოლიტიკაზე, მრავალვექტორულ პოლიტიკაზე დაფუძნებული, შეერთებულ შტატებთან ჩვენ რა თქმა უნდა გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ არა ისეთი, როგორც იყო თუნდაც სააკაშვილის დროს, ან თუნდაც ამ ხელისუფლების მმართველობის პირველ წლებში, როდესაც სრული გარემართვა იყო და გარედან რასაც ავალებდნენ იმ გადაწყვეტილებებს ღებულობდა მართველი პარტია გინდა წინა, გინდა ეს. 2019 წლიდან რეალურად შეიცვალა საქართველოში ვითარება, ანტიკოლონიალური ამბოხი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, ხარიაობა ამაში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის დიდი ხანია უკვე, რომ ჩვენ ვართ კოლონიალური მართვის მოდელში და მსგავსის გაგრძელება მომავალში აღარ შეიძლება.